ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი ეს არის ძველი ხმიანი სასმისი. იგივე კულა აზარფეშა, რომელიც დღეს დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. ასე გამოიყურებოდა ღვინის სასმისი, მას თავისი ღვინის ამოსავსები ნასრეტი აქვს, რომლითაც ქვევრში ყოფდნენ, ამოიღებდნენ ღვინოს, იკეტებოდა სპეციალური საკეტით, ტრიალდებოდა და აი ამ გრძელი ყელით სვავდნენ, მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები ღვინოს. ესეც ღვინის კულტურის ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია, როგორც 8000 წლის წინანდელი კულტურა საქართველოში მეღვინეობის და შესაბამისად მისი როგორც არტეფაქტის არსებობა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეძენა შეგიძლიათ შავთელის 26 ნომერში მდებარე მაღაზიაში, რომელსაც ჰქვია ლეპერტის შოურუმი და როგორც უკვე გითხარით, დამზადებულია საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში სასმით და მრავალი სახელწოდებაა შესული, მაგალითად როგორიც არის ბარძიმი, ბიდახი, გოტკოში, თასი, კათხა, კვანჩხი, კულა და მრავალი სხვა. მათ შორის ერთ-ერთი ეს გახლავთ კულა აზარფეშა. როგორც უკვე გითხარით, მისი შეძენა შეგიძლიათ ლეპერტის შოურუმში, შავთელის 26 ნომერში და რაც თავარია, დამზადებულია საქართველოში.